როდესაც ნიეს განახლება გიწევს და უკვე რეზიდენტი ხარ ესპანეთში, არის გარკვეული რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ შემდგომ საომავლოდ არ შეგექმნას პრობლემები. ჩემი პირველი რჩევა არის ის, რომ დროულად 3 თვით ადრე შენ უკვე დაიწყო დოკუმენტების მოძიება. ასევე მოგეხსენება ესპანეთში ვიზიტების პრობლემა არის ყოველთვის პრობლემა და აქედან გამომდინარე თადარიგი დაიჭირო. არ დაგავიწყეს, რომ დამატებით 90 დღე გაქვს ისედაც, რომელიც შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ შენ არ დაკარგო შენი ნიე, ასევე კანონი გიმაგრებს იმას, რომ საბუთების დაკარგვის შემთხვევაში ყველა სრულ შემთხვევაში ამის აღდგენა შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა აქ კრიმინალთან არ გვაქვს საქმე. ასევე თუ მაგალითად ამ პერიოდის განმავლობაში არ გიმუშავია დიდი ხნის განმავლობაში, მაგ შემთხვევაში უნდა მაშინ უნდა დადგე დემანდანტე de empleos. ეს აუცილებელი მოთხოვნაა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადაამოწმო მე ეს შენი ჩაწერა, რომ ნამდვილად აქტიურია და წარმატებებს გისურვებ. თუ დაინტერესებული იქნები, რომ უფრო მეტად სიღრმისეულად შევისწავლოთ შენი საქმე და იურიდიული კონსულტაცია დაგაინტერესებს, ქვევით მითითებულ ნომერზე შეგიძლიათ დამიკავშირდე და მე მზად ვარ ყველა შეკითხვაზე თავიდან ბოლომდე ამომწურავად გიპასუხო. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის, თუ გამოიწეს და გააზიარებთ, მადლობელი დაგრჩებით და მონიშნავთ თქვენ მეგობრებს. ნახვამდის.